თბილისი 6 ოლქი ასე თუ ისე შეთანხმებულია, 2 ღია, რა უნდა იყოს რეგიონებში, რა არის თქვენი პოზიცია? რეგიონებით დავიწყოთ? დავიწყოთ რეგიონებით, შემდგომი კონსენსუსის შეთანხმების შესაძლებლობით. როგორ ხედავთ ამას? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ის რაც მიღწეული იქნა თბილისში თავდავლობის გარეშე უნდა გითხრათ და გადაჭრობის გარეშე არ იყო ადვილი, ნამდვილად არ იყო ადვილი, რთული გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ მაინც შედგა შეთანხმება, რაც ჩემის აზრით არის დაკვეთა საზოგადოების და ეს დაკვეთა იქნა შესრულებული 2 ოლქი, რომელიც არის კვლავ ღიად საბურთალოსი და დიდუბე-ჩუღურეთის ეს დაკომპლექტება, მაგრამ დაკომპლექტება ჩემის აზრით არა უბრალოდ იმისათვის დაკომპლექტეს, არამედ იყოს წარმოდგენილი კონკურენტუნარიანი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა და ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები, ეს ასეთად ვერ იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვართ ყველანი ჩვენ ამ ქვეყანაში. ამიტომ მაშინ, როდესაც უკვე შევთანხმდებით ღირსეულ კანდიდატებზე, ამ ოლქებშიც წარმოადგენთ ამ 2 კანდიდატს, რომელიც ჯერ უბრალოდ არ არის დასრულებული მოლაპარაკებები და ამიტომ არ გასაჯობებულა არც ერთი ადამიანის გვარი და სახელი. რაც შეეხება რეგიონებში ვერ შეთანხმება იქნება, გულისხმობ მეორე ტურებში მხარდაჭერაც იქნება შეთანხმება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ამ წუთის მდგომარეობით გეტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობა დიახაც ფიქრობს, რომ რეგიონებში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი დამოუკიდებლად და ფიქრობ, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც იგივე უნდა გააკეთოს. მნიშვნელოვანი არის, რომ პროპორციული საარჩევნო წესით 120 მანდატი თამაშდება, ამის თქმა მინდა. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა პირველ ტურში რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ ოპოზიციურ პარტიებზე გულისხმობ, რომ ჯამურად ჩვენი ასე ვთქვათ მონაგარი გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ხელისუფლების და ეს ასეც იქნება. არ გატყუილებ და სიმართლეს გეუბნებით, ამ წუთის მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა მზად არის, რომ დააყენოს ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი და იბრძოლოს გამარჯვებისთვის და ბევრ მათგანში პირველ ტურში გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ახლა დისკუსია გაიმართება თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის რეგიონებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გაიმართება, ეს არ არის ჩაკეტილი დისკუსია, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის და იმ შემთხვევაში თუ საერთო მიზანს წაადგება რაიმე სახის, ასე ვთქვათ, კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რომელიც რა თქმა უნდა იქნება ნაკარნახები ისევ და ისევ გამარჯვების მიზნიდან ამოსული და არა უბრალოდ იცით რა, დიდი რახან ხარ შენ, რახან ნაციონალური მოძრაობა ხარ, რახან ვიცით რომ ისედაც ყველაზე მეტყვას შენ აიღება, ცოტა მე მომეცი ან ცოტა იმას მიეცი, ეს უბრალოდ ის ხომ არ არის, პანაცეა ხომ არ არის სოფო ოლქის დათმობა. კი ბატონო, ოლქს ჩვენ ოპოზიციურ სხვა რომელიმე კანდიდატს დავუთმობთ, თუ იქნება მომგები, თუ იქნება უფრო ნაციონალური მოძრაობის თუ მაგალითად გრიგოლ ვაშაძეზე ძლიერი კანდიდატი იქნება, ეხა ვინმე ან ქუთაისში, კი ბატონო, განვიხილავთ, ხო მე გეუბნებით გრიგოლ ვაშაძე არის ძალიან ძლიერი ელექტორალური კანდიდატი. გასაგებია ნიკა, თქვენ ამბობთ რომ ყავს ძლიერი კანდიდატები რეგიონებში და აპირებთ რომ ყველგან დააყენოთ, მაგრამ თუ იქნება რაიმე ტიპის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცის კანდიდატი უფრო ძლიერია ოპოზიციიდან, ამაზე იფიქრებთ. გასაგებია ეს სცენარი. ნიკა. აი მაგალითად ეხა დათო ბაქრაძე მე ბოლოს ჩავერთვი გავიკეთე. ყური და ბრძანა რომ იგი არაპირებს, ხო? გასაგებია რატომაც არაპირებს, საერთოდ არ ვაკრიტიკებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო უწევს ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია მთელ საარჩევნო კამპანიაზე და პროპორციულ ხმებზე, ხო? მაგრამ ახლა დავით ბაქრაძეს რომ გამოიხატა ახლა სურვილი მაგალითად რეგიონში რომელიმე ოლქში კენჭის ხაზზე, ჩვენ ვიფიქრებდით ამას. გასაგებია. ამით ვიფიქრებდით, გასაგებია ნიკა. ახლა უბრალოდ იცით რა
გავიგე. რაც შეეხება 21-ს, ნიკა, 30 მაჟორიტარი გეყოლება დასასახელებელი თუ 73, ეს უნდა გადაწყდეს კვირას საგანგებო სხდომაზე. ნაციონალურ მოძრაობას, ისევე როგორც ევროპულ საქართველოს ყველა მონაწილეს მხარეს შეთანხმების მოუწოდა და ასევე რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას მოუწოდეს ფასილიტატორმა ელჩებმა, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდესო. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება და ხომ არ შეცვლით პოზიციას 21-ისთვის, ხომ არ მისცემთ ხმას ამ ცვლილებებს? ჩემ პოზიციას მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, ეხლა ხელისუფლება ეძებს, გზებს, როგორ არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, როგორ არ აღიხსოს ქვეყანას 120-30 პროპორცია საარჩევნო სისტემა. ანუ ჩაგდებას ფიქრობს? რატომ გზას ეძებს და თუ კი მონახა დიახაც აუცილებლად ამას ხორჩიას ხავს, რატომ იცით 120-30 პროპორციით ჩატარებული არჩევნები პრაქტიკულად გარანტირებულ მარცხს ნიშნავს ხელისუფლებისთვის. დიახაც შეუძლებელი არის უბრალოდ არ არსებობს მათემატიკურად ხახტო და პოლიტიკურადაც რომ მე-9 წელიწადია უკვე რაც ეს ხელისუფლება მართვის ადამიანთან და ვიცი, აი ხალხის განწყობა ვიცი, ხვდები, პოლიტიკური ალღო გვაქვს და ჩანს უკვე რა იქნება ოქტომბრის. მოგების ნაკლები შანსი აქვს ვიდრე 73-ის შემთხვევაში. ამიტომ გეკითხებით, ხომ არ ცვლით პოზიციას 21-ში? ხო, კი ბატონო, ხო, ეს რაც შეეხება ჩემს შეხედულებას რას აპირებს ქართული ოცნება. რაც შეეხება რაზე დიახაც რას გააკეთებს ნაციონალური მოძრაობა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჯაროებთ ხვალ ან ზეგდილით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის გადაწყვეტილება მომისახურება ამ ქვეყნის კეთილდღეობას და მომისახურება ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს. ამით იქნება შესაძლებელია პოზიციის ცვლილებას ველოდოთ. შესაძლებელია ხმა მისცეთ. ჩვენ არ გვინდა მივცეთ ხელისუფლებას. ჩვენ არ გვინდა მივცეთ ხელისუფლებას ბიძინა იმანიშვილს შესაძლებლობა კიდევ ერთი თაღლითური რაღაცა გზით თავი დააღწიოს იმ დაპირებას, რომელიც მას აღებული აქვს ყველას წინაშე. და თუ ამისთვის თქვენი ხმები იქნება საჭირო, მისცემთ ამ ხმებს, ნიკა? საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გეტყოდით, არ მოვერიდებოდი, მაგრამ ხვალ და ზეგ ჩვენ მივიღეთ ამ გადაწყვეტილებას და გაცნობებთ აუცილებლად პირველ რიგში თქვენ, რა თქმა უნდა. გასაგებია, ნიკა. რაც შეეხება ხო ანუ დიახ. კი ბატონო, ბრძანეთ, რაც შეეხება. არა, რითი თქვა მინდა დღევანდელ მოვლენას მინდა ორი სიტყვით გამოვეხმაურო. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ხახტო, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, როგორც თქვი ის რომ მე კანდიდატი ვარ გდანში, მუხიანში და ავჭალაში, ეს არ ნიშნავს რომ მე ვიბრძვი უბრალოდ ამ გზით პარლამენტში შესასვლელად. მე პარლამენტში სხვა გზითაც მოვხდებოდი, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ლიდერის ვალდებულება არის, რომ იყოს ბრძოლის წინა ხაზზე და უფრო მეტი იტვირთოს ვიდრე დაუშვათ შეიძლება სხვა მიტვირთოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე ხალხის სახელით და ყველა დანარჩენმა ოპოზიციურ კანდიდატ ხალხის სახელით უნდა გაიმარჯვოს ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსების, რომლებიც ხელისუფლებაში არიან ოპონენტები, იმიტომ რომ ხელისუფალი არ არის პოლიტიკოსი, იგი არის ოლიგარქი, რომელსაც მართლა არაფერი აინტერესებს საერთოდ რაც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებული. აინტერესებს რომ გააგრძელოს რაღაცა მომხეჭველობა. ამიტომ ეს იქნება ბრძოლა პირდაპირ გეუბნებით შეუპოვარი და დაუნდობელი და ამ ბრძოლაში უნდა ვაჯობებთ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის ფარცხალაძე ნურუსი ჩინჩალაძის. ეს ბრძოლა იქნება ჩვენ შვილების და შვილიშვილები ერთმანეთს. გასაგებია. თქვენ ამ სტუდიაში სტუმრობის დროს ამბობდით, რომ მნიშვნელოვანია თბილისში ამ ფართო შეთანხმებაში მონაწილეობდნენ სხვა პარტიებიც. აი მაგალითისთვის მოლოდინი იყო, რომ აი ამ კანდიდატებს შორის შესაძლოა ყოფილიყო ალეკო ელისაშვილი, გიორგი მარგველაშვილი სახელდებოდა მათი სახელები და გვარები. ნუ ელისაშვილის პოზიცია ცნობილია არ შედგა, როგორც ჩანს მასთან თანამონაწილეობა ამ პროცესში, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს. მე სიმართლე გითხრათ, გიორგი მარგველაშვილისგან ბევრჯერ მომისმენია სხვადასხვა ეთერის საშუალებით, რომ იგი გამორიცხავს რომელიმე მაჟორიტარ ბლოკში კენჭისყრას და ეს ინფორმაცია მაქვს მე ახლაც დღესაც. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მე ვისურვებდი, რომ ალეკო ელისაშვილი ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, საბურთალოს რაიონში. ძლიერი კანდიდატია,
ნამდვილად ძლიერი კანდიდატია და ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი პირველივე ტურში დაამარცხოს ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი და ჩვენ იმხელა ბოროტების გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელსაც ქვია ოლიგარქი და ოლიგარქიული წესწყობილება. აქ ოდენავი წყენაც, უთანხმოებაც ოპოზიციურ ველზე უნდა გადავდოთ მარცხნივ ვარჯიშით დროებით, მოვრიგდეთ, არ შევრიგდეთ, მაგრამ მოვრიგდეთ ამ ვინაიდან ქვეყანას კვლავ შეუნარჩუნოთ შანსი განვითარებისა დემოკრატიული გზით. მე იმედს ვიტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ფართო იყოს სპექტრი წარმოდგენილი ამ 8 ოლქში და როდესაც ის 2 ოლქი დაკომპლექტება, დიახ, თქვენ სწორად გამახსენეთ, მე თქვენთან ერთად როცა ვიყავი, ამაზე ვსაუბრობდი. აი ამ 8 ოლქს როდესაც დავაკომპლექტებთ და გვერდიდან შევხედავთ ან წინიდან ან უკრიდან, ყველა ამ ოპოზიციურად განწყობილმა ამორჩეველმა ამოიცნოს გემოვნების მიხედვით საკუთარი, ასე ვთქვათ, რჩეული და მიეცეს შესაძლებლობა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი. მე ამის იმედს ჯერ კიდევ ვიტოვებ და შანსად სერიოზულს ხედავ, რომ ეს ასე იქნება. ნიკა, ასევე უნდა შეკითხო ასეთი რამ, კანდიდატები, რომელიც დღეს თქვენ დაასახელეთ, პირველ ტურში მოგებასელით მათსას, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ერთობა, არის გარანტია იმისა, რომ პირველ ტურში მოიგოთ? მე გეუბნები, კი. მე პირდაპირ მე თავდადლობის გარეშე გეუბნებით, პირველ ტურში ვაპირებ მეგობრებთან ერთად და ყველა პატრიოტი მუხიანელი დანელი ავჭალელთან ერთად გავიმოჯო პირველივე ტურში დიახაც და ამის ყველა ემპირიული მონაცემები აქ არსებობს ძალიან ბევრი რამე ხება კამპანიაზე დამოკიდებული გარწმუნებთ არ ძალღონეს და არც ენერგიას არც დაუშვება პირველივე ტურში აქ უნდა დაეცეს ფარცხალაძე ჩინჩაძე მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გდანში მუხიანში დავჭალაში უნდა დაეცეს ამ ადამიანების ხელისუფლება და ხალხს უნდა ჩაბარდეს ხელისუფლება დიახაც ამას ვაპირებ პირველივე ტურში და აი ამ განწყობით და ამ შემართებით ვარ აქ მოსულ და ეხლა მე მუხიანი ნაგერთვებით თქვენ და უკვე დაახლოებით 10 დღეა. ანუ საარჩევნო კამპანია დაწყებულია ფაქტობრივად. მე ვარ საარჩევნო კამპანიაში ჩართული, უბრალოდ ახლა საარჩევნო კამპანია ხო არასოციალისტი, მხოლოდ აი რაღაცა საარჩევნო ატრიბუტიკების ან დროშების ფრიალით, ხო ეს ცერემონიალური ნაწილია საარჩევნო კამპანიის, მაგრამ სხვა საქმეებიც არის უამრავი. გასაკეთებელი და ამით ვარ დაკავებული და ჯერა და ბევრჯერ მithვალთ და გავიმეორებ. თქვენის ნებართვით, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ვერანაირი ზეციერი და მიწიერი ძალა ვერ უშველიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, ასევე ვერანაირი ძალა ვერ უშველის 31 ოქტომბერს ქართულ ოცნებას და რატომ იცით? იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ამ ხელისუფლებასაც ახლა უკვე და ძალიან ბევრი გაცილებით ადამიანი დგას ისტორიის მხარეს, ვიდრე ის მცირე ნაწილი, რომელიც დგას ისტორიის არასწორ მხარეს, ისეც ბევრი მათგანი უბრალოდ ანგარებით არიან ბიძინა ივანიშვილი და თორე ხა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკლებული არიან ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან აქვს რაღაცა იდეური თანხმობა. სად არის იდეა? სად არის რაღაც ერთიანი პრინციპები? არა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი არ მიყვარს, მაგრამ მაწყობს რომ იყოს ბიძინა ივანიშვილი. აი ამ პრინციპით არიან ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ფულს შეუძლობენ, იმიტომ რომ რაღაცა სიკეთეები აქვს და მდგომარეობის მოსაპოვება. ბოლო ორი კანდიდატის შეთანხმებაში თბილისის ოლქში მიიღებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა უკვე მოლაპარაკებებში მონაწილეობას, იმიტომ რომ თქვენ ორი ოლქის დასახელების შემდგომ გამოეთიშეთ. არა, ჩვენ დიახაც ჩავთვალეთ რომ უხერხულობა არ შეგვეტანა ამ 6 ოლქის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ შეიძლება ითქვას, ახლა გვერდიდან ვადევნებდით თვალყურს, მაგრამ საქმისგურში რა თქმა უნდა ვიყავით ზედმიწევნით, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩართულობაც იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენი ინტერესიც არის, რომ ერთობა იყოს, სრულყოფილი ერთობა იყოს და თუ კი რაიმე წლის შევიტათ გასაგებია და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი ლელო და იგივე ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, ლევან კობერიძე, რომლებმაც თქვეს რომ მოკლედ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არ გამორიცხავენ ლელოსთან თანამშრომლობას, აი მათთან თანამშრომლობას მაჟორიტარების ნაწილში როგორ ხედავთ? ერთ-ორ ოლქში შესაძლოა ერთმანეთს კანდიდატები არ დაუყენოთ მაინც? თუ ეს არ არის ჯერ განხილვის თემა. იცით რა, ყველაფერზე არის შესაძლებელი, ყველაფერზეა შესაძლებელი საუბარი. ეხლა განხილვა მიდის ამაზე, ნიკა? გააკეთე განცხადება. დიახ.
არ ვიცი რაღაც მე მაქვს ჩემი პირაპირ დამოკიდებულება რამდენიმე ადამიანთან, რამდენიმე ადამიანს აქვს ასევე დამოკიდებულება სხვა პოლიტიკოსების მიმართ. ეხლა ბატონო ალეკო ელისაშვილმა ღიად ხარდაჭერა გამოგვიცხადა მაგალითად ელენე ხოშტარიას და კი ბატონო. მე ხომ მისასალმებელია დიდი მადლობა ასევე იმ მოცემულობას ვიცი და ევროპული საქართველოს არაყენებს კანდიდატს გდანში, მუხიანში და ავჭალაში და ეს არის კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია პირველ ტურში დავამსრულოთ. ლეიბორისტული პარტია, რომელსაც ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს გდანის რაიონში, ისინიც არაყენებენ კანდიდატურას და დათო ჭეჭინაძე მაგალითად, რომელსაც აქვს შტაბი გახსნილი გდანში არაყენებს კანდიდატს თბილისში, მაგრამ საკუთარი შტაბი აქვს და გადაჭერა გამომიცხადა. ანუ მე ვალდე რითი თქვა მინდა ამით, იცი სოფო. მე ანუ გრძნობ, რომ მე თავს გრძნობ, იცით რა ამპლუაში ანუ ერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი პოლიტიკური პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად კი არ გძნობ მხოლოდ თავს, გძნობ თავს, გულახდილად კი გეუბნებით იმ ჩემ ემოციებს, რომელსაც ასეთად განვიცდი ახლა. გძნობ რომ ვარ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, რეალური გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და ეს არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. ბოლოს ორი წინადადებით 20 ივნისის წლის თავი მოდის, ნიკა, ეგ გასაგებია, 20 ივნისის წლის თავი მოდის, თქვენ ცნობილი ფიგურანტი ხარ შეიძლება ითქვას ხელისუფლების ვერსიის რომ მზადდებოდა შტურმი იმ საღამოს როგორ აფასებთ ერთი წლის თავზე ამ ყველაფერს იცით რა არის 20 ივნისის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მიდგომებში საზოგადოების მხრიდან საზოგადოებამ ძალა ირწმუნა საკუთარ თავში როგორც ახალგაზრდებმა ასევე არამხოლოდ ახალგაზრდებმა და დავწმუნდით რომ ხელისუფლების მართვის პროცესში ხალხს აქვს ძალიან დიდი გავლენა და ხალხმა ისწავლა თანმიმდევრულობა. აი იცით ითი იყო გამორჩეული 20 ივნისის ასეთ აქციები 20 ივნისის შემდგომი აქციებიც ასევე ყოველდღიურად იმართებოდა თანმიმდევრულობით. ანუ ჩვენ აქამდე არასოდეს არ გვიჭირდა სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა 20 ივნისის შემდეგ, რაღაცა საკითხების დაყენება, მოთხოვნების სახით, მაგრამ გვიჭირდა ყოფილიყავით და დარჩენილიყავით თანმიმდევრულები. მახსენდება მაგალითად ზაზა სარალიძეს ეს უახლოეს წელსში საპროტესტო აქციები, სადაც არის თავარი მონაპოვარი თქვენი აზრით 20 ივნისის აქციების შედეგად. საზოგადოების თანმიმდევრულობა მოთხოვნებში. დიახაც და ძალიან ბევრი ადამიანი თელი თაობა შეიძლება ითქვას პირველად აღმოჩნდა სოფო აქციაზე, რუსთაველის გამზირზე, პოლიტიკურ აქციაზე და ეს ადამიანები კარგი გაგებით ამ ადამიანებმა რუსთაველის გამზირის მტვერი გადაყლაპეს და მიხვდნენ რომ აი აქ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილა და გადაწყვეტება ამ ქვეყნის ბედი და მე როგორც რიგით მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მაქვს უფლება და აუცილებლად დისკო კლუბშიც უნდა ვიარო, კლუბებშიც უნდა ვიარო და ჩემს მეგობრებთანაც უნდა გავატარო დრო, მაგრამ როდესაც ეგზისტენციალური საკითხები წდება ეროვნული დონის, ხო? და თუ იქნება საჭიროება, მე აქ უნდა ვიდგე რუსთაველის გამზირზე და ასეც გააკეთეს უამრავმა ადამიანმა, საერთოდ პირველად ნახა აქციაზე ხალხი და ესეც მონაპოვარი არის. დიდი მადლობა ნიკა. ეს ხალხი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როგორც ჩიტი ნარზე, ისე არის. ზადყოფნა აქვს უკვე, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კვლავ ამოიღებენ ხმას და ეს შეუწყობს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ არ გადაიჭეხოს უბსკოლში და არ გადაგვიყოლოს ჩვენს. დიდი მადლობა. ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.